მოგესალმებით პატივცემულო მაყურებლებო. დღეს გვაქვს ძალიან საინტერესო თემა, როგორც ყოველთვის. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მედეას მითის გარშემო, არგონავტებზე. იცით, მე მინდა წარმოგიდგინოთ საოცარი ქალბატონი, რომელიც არის განათლებით აღმოსავლეთმცოდნე, არის პროფესორი, გახლავს ძალიან საყვარელი და საინტერესო პიროვნება, ძველი თაობის ინტელიგენტი, შემიძლია თქვა, ისინი არჩენები ჯერ კიდევ გვაქვს საქართველოში საბედნიეროდ და ინტელექტუალური პოტენციალის გამომყენებელი ყველა კუთხით. აი, ეს არის ქალბატონი ქეთევან ტომარაძე, ალბათ ბევრი თქვა ქალანი, იცნობს კიდევაც თბილისელები ყოველ შემთხვევაში, რომელიც დაინტერესდა მედეას მითით. გამოიკვლია, შეაგროვა მასალები და გამოუშვა აი ასეთი, აი ამ ხელა წიგნი. ძალიან მძიმე. დიდი მადლობა რომ მოიტანე. მოსე მძიმე წიგნი. და იმედია რომ კიდე ბევრ საინტერესო რამეს დაწერ და შემოგთავაზებ ერთი მით უმეტეს გაგრძელება ექნება. პენსიაში გაგიშვეს, პარლამენტში აღარ მუშაობ. ასე რომ დრო გექნება და ბევრი საინტერესო დრო მექნება. საბედნიეროდ ერთი მხრივ, მაგრამ საუბედუროდ მინდა აღნიშნო, რომ შენაირი სპეციალისტები დღეს რატომღაც სახელმწიფოს არ ჭირდება და უშვებენ პენსიაში. თუმცა შენი პოტენციალი ყველამ კარგად იცის და შენ მარტო არ ახარ გაშვებულებში, ხო? მე მადლობა გადაუხადე ჩემს ხელმძღვანელობას, რომ ესე იგი ბიძგი მომცეს, დიდი ხანია ვფიქრობდი წამოსვლას პარლამენტიდან და აი მათ რო ბიძგი მომცეს და წამოვედი, ამისთვის მადლობა გადაუხადე. ხო, მაგრამ იცი ძალიან ბევრი დრო მეკარგებოდა იქ და მაქვს უამრავი იდეა, უამრავი საქმე, რომელიც უნდა გავაკეთო, მოვასწრო, უბრალოდ. ესეთ ასაკში აღარა ვარ, რომ იცი რა არის, მე ამას წინათ თქვი, რომ ჩვენი მთავრობა საერთოდ ყრუმუნჯობანას გვეთამაშება. განსაკუთრებით მე მაქვს გამოცდილება ჯანდაცვის სამინისტროსთან ურთიერთობის, რომელიც შევწყვიტე, იმიტომ რომ აზრი არ აქვს. იქ იწერ სერიოზული თემაა. ხო, ეკითხები და შეება შთაბეჭდილება, რომ პროფესიონალები არ ეყოთ, ვინც წაიკითხავს, გაიგებს და შესაბამის პასუხს გაცემს. აი ნაციონალების დროს უარსებულობდი ყველაფერზე, მაგრამ ჩანდა რომ არის ნამუშევარი და ვიღაცამ რაღაცა ჩაგაგდო და ეხლა უკვე ვერ ხვდები საერთოდ წერა-კითხვა იცის ხალხმა და შენაირი სპეციალისტების პენსიაში გაშვება თვითონ სახელმწიფოსთვის არის ცუდი დროა. ჩვენი ინტელექტისთვის მოვლენ ახალგაზრდები, საინტერესო ახალგაზრდები და აი ახალგაზრდებთან დაკავშირებით მინდა ესეთი ეპიზოდი მოგიყვეთ, გავიზიაროთ. რამაც განაპირობა ის, რომ მე აღარ ვკითხულობ ლექციებს ჩემი სპეციალობით სამედიცინო უმაღლესებში. რატომ? იმიტომ რომ მე-4-მე-5 კურსელებთან მქონდა ჰომეოპათიაში ერთკვირიანი და დღიანი ლექციები, სადაც უბრალოდ საწყისებს ვუხსნიდი. და ერთ-ერთ ლექციაზე, როცა მივხვდი, რომ საერთოდ განათლების დონე აქვს ძალიან დაბალი, ცოდნის დონე, რაც არ შეეფარდება მე-4-მე-5 კურსს. დავსვი კითხვა, შევამჩნიე, რომ რაღაც ძალიან დაბალი დონეა, ზოგადად ინტელექტუალური და მომინდა იმის გარკვევა, რამდენად იციან მედეას შესახებ. აღმოჩნდა, რომ ერთმა იწია ხელი 70 კაციან ჯგუფი მეშდა, 72-იანი. ისიც იყო ბერძენი, ვინც ხელი აიწია და გამიხარდა, რომ ერთმა მაინც იცის. ადგა და უთხრა. არც ცითო, ბათუმში ერას მოედანზე ქალი რო დგას და სხვარი რო უჭირავს. მედეა როგორ არის ცითო. ამის მერე გადავწყვიტე, რომ ჩემი ცოდნის აესე გაცემა და გადაყრა ამ ბავშვებზე, რომლებმაც მომზადებულები არ არიან არაფრისათვის აზრი არ აქვს და დიდი დრო და ენერგია მიქონდა და ანაზღაურება იყო 5 ლარი საათში. ეს ტაქსის ფულად არ ყოფილა და უნივერსიტეტი ყავდა წამოსული ყავდა. ასე რომ მატერიალური ის არ იყო დაინტერესება. იყო სუფთა ის, რომ ვიღაცას რაღაცა ასწავლო. და ის რომ მედეასგან წამოვიდა მედიცინა თვითონ სახელი და ის რომ მედეას წინ უძღოდა კიდე თავისი მამი და კირკე და ეს კირკეს ბაღები იყო ცნობილი და კოლხეთში უკვე იყო იმ დროს ისეთი წამლები და ისეთი ცოდნა, რომელიც მსოფლიოში არ იყო არსად. იგივე შხამების გაკეთება, იგივე მოწამლა, იგივე აი არგონავტებშიც ბევრი რამ არის ესეთი ნიუანსი, რაც ამაზე მიგვითითებს და მეტყველებს, არა? თუნდაც მე როგორც მახსოვს, სოკრატეს შეაჭამეს
შხამი, იმიტომ რომ არ ქონდათ ხო სითხეში მისი დამზადების ტექნოლოგია, რომელიც უკვე კოლხეთში არსებობდა. ესეა ხო თუ არ ვცდები? და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი საინტერესო რამ არის და აი ეს წიგნი როგორც ხვდები ემსახურება იმას, რომ გაიგონ სიმართლე მედეაზე, საერთოდ რო იყო მედეა, გაიგონ ახალგაზრდებმა, რა იყო არგონავტიკა, ვინ იყვნენ არგონავტები, რა დამსახურება აქვს მედეას არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო მედიცინის განვითარებაში. და მე მინდა გითხრა ესეთი რამ კიდევ, რომ მე თვითონ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცი რომ არსებობს ხალხი უცხოეთში მაღალი დონის პროფესიონალები, რომლებმაც არათუ იციან, რომლებიც აფასებენ ძალიან მედეას. აი მაგალითად ჩემი პედაგოგი ჰომეოპათიაში არის ნობელის პრემიის ლაურეატი, ვინმე ჯორჯ ვიტულკასი, რომელიც ცხოვრობს საბერძნეთში და მან აი ამ თავისი პრემიით იყიდა კუნძულის ნახევარი ეგეოსის ზღვაში და იქ ააშენა ჰომეოპათიის სორბონად წოდებული აკადემია, რომელიც მე დამამთავრე შემდგომ და იქ ჩავდიოდით მთელი მსოფლიოდან მსმენელები მასთან, მისი მოწაფეები. და ყველას უნდოდა რომ რაღაცა ფილიალის მაგვარი გაიხსნა თავის ქვეყანაში, რომ მასთან ან მიეწვიათ ან რაღაც გაიხსნათ ნებართვა მიეცა. ერთადერთი პირველი ყოველ შემთხვევაში ვიყავი მე, ვისაც მიცოდა, ყველა იყო გაუცებული, რომ ესეთ პატარა ქვეყანას რატო აძლევს. და მან ესეთი რამ თქვა და ვიდეო მაქვს ამაზე გადაღებული სხვათა შორის დაფიქსირებული ინტერვიუა ვიღე მასთან მერე. მან თქვა ესეთი რამ, რომ ქართველების წინაშე მსოფლიოს და კერძოდ საბერძნეთს გვაქვს დიდი დამსახურებაო. თქვენგან წამოვიღეთ ჩვენ ის თქვენ რო გონიათო, რომ ყველას რო გონია, რომ ეს იყო ოქროსაწმისი ცხვარიო, ეს არ იყო, ეს იყო უდიდესი ცოდნა, რომელიც მართლაც და ოქროს ფასი იყო. და მე ვალდებულად ვთვლი ჩემ თავსო, რომ აი ჩვენი საბერძნეთის სახელი დაგიბრუნოთ ეს ისაო. ასე რომ ეს არის ადამიანები, ვინც აფასებენ ამას და დიდი მადლობა შენ, რომ შეძელია ესეთი ძალისხმევა ჩაგედო ამ წიგნში გამოცი და ჩვენ გვაქვს ამის წაკითხვის საშუალება. ძალიან გამიგრძელდა შესაძლებელი. ეხლა მოგვიღები შენ. მე დავასუსტებ, ხო? მარტო ჩემი დამსახურება არ არის რასაკვირველია, არიან ადამიანები, რომელთაც მართლაც დიდი დამსახურება მიუძღვით აი ამ წიგნის გამოცემის საქმეში, ინიციატივა. ყველაფერი დაიწყო, მოდით მოვყვები მცირე ისტორიას, ყველაფერი დაიწყო მედიცინის მუზეუმიდან, რომლის ხელმძღვანელი თქვენ კარგად მოგეხსენებათ, მზანდება აკადემიკოსი რამეს შენგელია. რამეს შენგელია ტრადიციულად არის ამ მედიცინის ისტორიისა და არა მარტო ისტორიის სპეციალისტი, ექიმი. მამამისი ბატონი მიხეილ შენგელია, ვიცით რომ გახდათ მედიცინის ისტორიის სპეციალისტი. მან ჩამოაყალიბა კათედრაც, ჩამოაყალიბა ეს მუზეუმი, რომელიც განთავსებული იყო ცისფერ მონასტერში, ვერაზე და რაღაცა ძალიან უმძიმეს პირობებში, მაგრამ ის მაინც აგრძელებდა თავის საქმიანობას, აგროვებდა ექსპონატებს და აი ეს ყველაფერი საფუძვლად იქცა იმისა, რომ ბატონ რამას შეექმნა შესანიშნავი მუზეუმი, რომელიც დღეს საკმაოდ პოპულარულია. ამ მუზეუმში დადიან არა მარტო ახალგაზრდები, სტუდენტები, არამედ ჩვენი ქალაქის სტუმრებიც და დიდ სიამოვნებას ღებულობენ. ბატონმა რამაზმა მეგვიწია ამ მუზეუმის გახსნაზე მე და ქალბატონი ნინო ჭუმბურიძე, რომელიც გაახლავთ მედიცინის საპატიო დოქტორი, ძალიან მართლაც საინტერესო პიროვნება, გარდა ენდოკრინოლოგიისა, ის დიდ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწევა, არის ძალიან ისეთი ახსავსე იდეებით და შეუძლია კიდეც ამ იდეების განხორციელება. აი ჩვენ დავაარსეთ ქალბატონ ნინოსთან ერთად ასეთი საზოგადოება,
არასამთავრობო საზოგადოება საქართველოს ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, რომელიც იკვლევს ანალოგიურ საკითხებს, გამოაქვს საზოგადოების სამჟავროზე და გამოაქვს იმ სახით, აი რა სახითაც თქვენ დაესწარით იმ დღეს ჩვენს საღამოს და წარმატგინეთ ეს წიგნი. აი ამ საუბარში გაირკვა, რომ ნინო ძალიან არის დაინტერესებული. მოდი, ცოტა მეტი ვლაპარაკო წიგნთან დაკავშირებით, რა ინტერესებს. კი, აი გადავდივარ უკვე თემაზე. თვითონ მედიაზე მოვა. დიახ, და აი მას ეკუთვნოდა ეს იდეა, რომ რა არის ბოლოს და ბოლოს, რატომ არის მედია გამოყვანილი როგორც მამის მკვლელი, ნუ თუ არ შეიძლება, რომ შევცვალოთ დამოკიდებულება ამ არაჩვეულებრივი პიროვნებისადმი და აი ჩამოვრეცხოთ მას ის ჭუჭყი, რომელიც ისტორიულად ნუ არსებობს ახლა გინდა ასე თქვი, გინდა ისე თქვით ეს აზრი, რომ მედიამ მოკლა თავისი შვილები არსებობს ხო ესე? დიახ და აი გაჩნდა აზრი, დიახ რომ აი მოდით შევკრიბოთ სერიოზული მეცნიერების სტატიები, რომელიც ეხება არგონავტიკას, მედიას, არგონავტიკის მითს და ისტორიულ წყაროს განხილავს შეისწავლის და განხილავს ისტორიულ წყაროებს. და მართლაც ჩვენი მეცნიერების დახმარებით, ბატონი რამაზის დახმარებით ჩვენ შევძელით და 23 მეცნიერის ზოგიერთი ათ გარდაცვლილი, მაგრამ დღეს უმთავრესად მოქმედი მეცნიერების სტატიები, უკვე აპრობირებული სტატიები, რომლებიც წაკითხული იყო საზღვარგარეთ საერთაშორისო კონფერენციებზე საქართველოში და ეს პიროვნებები, ავტორები ამ სტატიებისა არიან უკვე კარგად ცნობილი მეცნიერები, სერიოზული მეცნიერები. ინფორმაცია გინდა. დიახ, და ინფორმაცია ისტორიულ წყაროებს ეხება. დიახ, რომელიც ეხება ისტორიულ წყაროებს და ეს პიროვნებები აგრძელებენ ამ მიმართულებით მუშაობას. ანტიკური სამყაროს სპეციალისტები. ამ წიგნის მთავარი რედაქტორი გახლავთ რისმა გორდეზიანი, რაც უკვე ბევრს მეტყველებს მის მნიშვნელობაზე და აი ახლა ჩვენ უკვე შეგვიძლია გადავიდეთ უშუალოდ მედიაზე, რა გვინდოდა, რა გვაინტერესებდა ჩვენ. ახლა აკაკი ურუშაძე, პროფესორი აკაკი ურუშაძის შესანიშნავი სტატიაა წიგნში, რომელიც მოგვითხრობს იმაზე, თუ აპოლონიუს როდოსელამდე ვინ წერდა მედიას შესახებ და რას წერდნენ მედიას შესახებ. არგონავტების შესახებ, აი ზოგადად ამ მითის შესახებ. და რამდენად შეესაბამებოდა რეალობას მითში გადმოცემული ამბები. ანუ რამდენად ბატონი აკაკი ურუშაძე თავის ამ სტატიაში ამტკიცებს, რომ აპოლონიუს როდოსელამდე 100-ზე მეტი ცნობა არსებობს მედიასა და არგონავტიკაზე ზოგადად. და არსად არც ერთ წყაროში არ მოიხსენიება მედია შვილების მკვლელად. მას რა მოხდა, რაშია საქმე? ხო მითი ყველა მიცის და ამაზე არ დავკარგავ დროს. დიახ, რა მოხდა? ვინც ეკუთვნის ეს პირველობა, აი ამ ვის დაჭირდა ეს? ძირითადად, როდესაც აი ამ საკითხს განიხილავენ, ჩემის აზრით, აი ყველაზე სუსტი მხარე აი ამ პრობლემის ანალიზისა არის ის, რომ გეოპოლიტიკურ საკითხს გვერდსუვლიან.
არადა ეს უშუალოდ უკავშირდება ჩვენი აზრით უშუალოდ უკავშირდება აი ამ პრობლემებს საბერძნეთისა და კოლხეთის ურთიერთობას და საბერძნეთის ინტერესებს კოლხეთისადმი და კოლხეთის და ძალიან სანდო მეცნი უკიდებულებას საბერძნეთისადმი თქვენ ახლა შესანიშნავი მეცნიერია იმდენად რომ ის არის მათემატიკოსი და ზუსტი ყავდათ აქ რამდენჯერმე როგორც თქვენ ახსენეთ სიზუსტე უყვარს იცით თუ სადმე არ არის ფიქსირებული გია კვაშილავა რომელიც სწავლობს ძველ ცივილიზაციებს ფაქტი ის არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებს აქცენტს მე მას ცდომა აქვს მას აქვს ცდომა სხვადასხვა წყაროებთან ცდომა არის უაღრესად შრომის მოყვარე სასწაული და ფესტოს დისკოს გაშიფრვა ამაზე მეტყველებს რომ მან აი პირველმა მოახერხა და გაშიფრა დისკო და მისი ეს ნამუშევარი აღიარა დასავლეთმა, კერძოდ ბრიტანეთმა, ხო? ბრიტანეთში არის სერიოზული სამეცნიერო გაერთიანებები, სადაც მუშაობენ ამ პრობლემებზე და მათ აღიარეს, რომ გია კვაშილოვას წაკითხვა არის სწორი. ესე იგი გიამ ეს გადაწყვიტა, მაგრამ ამ ფესტოს დისკოს წაკითხვას უკავშირდება პროტოქართველური ტომების განშლა ხმელთაშუა ზღვისა და შავი ზღვის ტერიტორიაზე არა და ის ძალიან საინტერესო იდეებს გვთავაზობს რომ ვინ იყვნენ პელაზგები სად ცხოვრობდნენ ისინი რომელ არეალში და ამაზე ძალიან საინტერესო თეორიებს გვთავაზობს და ძალიან სანდო თეორიებს ჩემის აზრით აი მის ამ მოსაზრებებს უშუალოდ უკავშირდება ეს არგონავტების მითი და აი ეს საკითხი იასონისა და მედეას ურთიერთობის მეფე აეტისა და საბერძნეთის ურთიერთობის დიახ ახლა ჩვენ მივედით უკვე იმ საკითხამდე რომ ვიღაცას დაჭირდა რაღაცაში რომ მედეა გაეშავებინა ასე ვთქვათ ხო აი ეს მედეა იყო ძალიან პოპულარული საერთოდ ბერძნულ მითებში მითი არგონავტების შესახებ არის ყველაზე პოპულარული და ხოლო მედეა ყველაზე პოპულარული ქალი ანტიკურ ეპოქაში ხო და როგორ მოიხსენიება რომ ის არის ფარმაცევტი ის არის გრძნეული და უამრავი დადებითი თვისებით აღჭურვილი მედეა რომ იყო ფარმაცევტი, არა მარტო ფარმაცევტი, აი ახლა ირკვევა რომ მას არ ვიცი მედიცინის ტერმინიდან აღარ მახსოვს როგორ არის სისხლის გადასხმის მეთოდიც კი ქონდა შემუშავებული. ეს არის პირველად მედიცინაში, როგორც ჩანს, აი მედეამ მოახერხა და აი ეს მეთოდი შეიმუშავა. სისხლის გამოშვება. სისხლის გამოშვება ერთია და სისხლის გადასხმის მეთოდი, კი. ხო, საოცარია რა. ხო, გარდა იმისა, ის პასკოდა ისეთი პრეპარატები, რომლებიც აძლიერებდა, თქვათ, სპორტსმენის პოტენციას, ხო? თუ მიიღებდა ამ პრეპარატს, ის აუცილებლად წარმატებული სპორტსმენი იქნებოდა და ეს მარათონი და ეს ოლიმპიადები რო ტარდებოდა ეს აი ამ პროცესში აი ეს პრეპარატები ძალიან დიდ როლს ასრულებდნენ. ანუ დოპინგები იცოდა მან.
და აი იასონს მიჩიც არის რომ იასონს მიაღებინა ეს კირკეს ტაძარში იასონს მიაღებინა ეს პრეპარატი რომ გაძლიერებულიყო ის და შებრძოლებოდა თავის მოწინააღმდეგეს დიახ თუ ამრავი მითი არსებობს მედეას გარშემო რომ რაკნა როგორ გააკეთა წაიყვანეს თუ გაიტაცეს თუ თვითონ გაყვა შეუყვარდა იასონი და ეს ზღაპრების დონეზეა აი ჩვენთვის საინტერესოა ის ფაქტი რომ მედეა კი არ თავისი ნებით კი არ გაყვა იასონს მედეა მოიტაცეს მედეა მოიტაცეს აი ოქროს აწმისთან ერთად ეს უკვე მიანიშნებს იმას რომ მედეა არ იყო აი იმ თვისებების მატარებელი რომელიც შემდეგ ტრაგედიებში ჩანს ისტორიებში ჩანს სამშობლოს ღალატი არ იყო ის სამშობლოს მოღალატე განსხვავებული პიროვნება ჩანს იმასთან შედარებით, რასაც გვთავაზობენ პოეტები, მწერლები, ისტორიკოსები და ანუ მიღებული ვერსია. დიახ, მიღებული ვერსია. ახლა ჩვენ მივადექით ევრიპიდეს, ხომ? ევრიპიდე აპოლონიუს როდოსელის ტექსტები ეს მეოთხე საუკუნეს მიეკუთვნება, ხომ? უпростоრად მესამე საუკუნეს. ეხლა და აღნიშნეთ ის, რომ აპოლონიუსი არაფერს არ ამბობს მედეაზე, როგორც შვილების მკვლელზე. მას რა ხდება ეხლა? საიდან გაჩნდა ეს ვერსია? ხო, აი მივადექით ჩვენს ტრაგიკოს რომელიც ევრიპიდეს რომელმაც შექმნა ტრაგედია მედეა შესახებ და აი იქ მას გამოყვანილი ყავს მედეა როგორც შვილების მკვლელი ქალი შურის მაძიებელი იასონის წინააღმდეგ იყო მიმართული ეს, რადგან იასონმა უღალატო და სხვა შეირთო ცოლად და მან შური იძია ქმარზე და აი შვილები დახოცა. ახლა რამდენად მისაღებია ეს ვერსია, ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში არ უნდა იყოს მისაღები, კიდეც რომ დადასტურებული იყოს ეს ფაქტი რაიმე. მაინც უნდა უარყოთ, იმიტომ რომ ეს არის პირველი კოლხი ქალი, ესოდენ ცნობილი, კირკეც მამიდამისით ძალიან ცნობილი პიროვნება, მაგრამ მედეასთან ვერ მივა, იმიტომ რომ მედეა უკვე სულ სხვა რანგში წარმოჩნდება, მსოფლიო ქალთა მასშტაბები, სულ სხვა მასშტაბები აქვს. სულ სხვა პიროვნული თვისებები. ევრიპიდესთან მე როგორც მახსოვს, ორი შვილი ყავდა, რომელიც დახოცა და ახლა როცა გაირკვა და სხვა ეს ნაშრომები ვნახე, 14 შვილი ყავდა და აი გია კვაშილოვამ ამ შვილების სახელებიც კი 7 შვილის სახელი მოიპოვა და შვილს ვერ მიაგდო. სადამოქეკა, სასანამოქეკა. საოცარი პიროვნება, ძალიან ბევრს მუშაობს და ძალიან კარგია რომ გამოსდეს კიდევ. კი, გამოსდეს კიდევ ასეთი მეცნიერი ყავს, რაღაცა ისე აქვს ტვინი მომართული რომ მეგრული ტვინია. მეგრული. კი, საოცარი ფენომენია. და 14 შვილი და ესე იგი წარმოიდგინეთ ახლა 14 შვილი და იასონის გყავს ეს 14 შვილი. უყვარდათ ერთმანეთს. უყვარდათ ერთმანეთი, რა თქმა უნდა და სულოგაციის ხარ და რომ მოეკლა ეს შვილები რომ დაეხოცა, მერე გააჩინა, იასონი შეურიგდა და რაღაცა არ შეესაბამება, ხო, რაღაცა ლოგიკას, არა გამოდის ლოგიკიდან ეს ყველაფერი, ხო? ახლა ევრიპიდეს რაში დაჭირდა ეს ისტორია, ამ ისტორიის შეთხზვა,
ვერსია და ну ეხლა ევრიპიდე იყო პოეტი, ტრაგიკოსი და მისთვის მნიშვნელოვანი იყო რომ მისი ტრაგედიების, ნაწარმოების გმირები ყოფილიყვნენ ცნობილი ადამიანები. და ვინ აირჩიამ, ცხადია, გვერდსერაული და მედეას, რომელიც ეხლა კი არა, მანამდეც ძალიან პოპულარული იყო და აი 9 საუკუნის შემდეგ ის ანგარიშსარუწევს როდოსელის მოსაზრებებს და თვითონ მედეას აცხადებს შვილების მკვლელად. რომ გამძაფროს, იცით, ტრაგედია რა არის? ტრაგედია არის, რაღაცა საშინელება უნდა მოგითხოვს, განცდა და რომ მაყურებელმა რაღაც აი ამ ტრაგედიის მეშვეობით კათარზისი განიცადოს. თან კარგი ობიექტია, უცხოელია და ბერძნებს უცხოელები არასოდეს არ უყვარდათ, მით უმეტეს ხალხი მტერი. კი, რა თქმა უნდა. და აი ას მას შეარჩია ეს პერსონა, მედეა და მას დააბრალა შვილების მკვლელობა. და ამის შემდეგ წამოვიდა და ისტორიაში უკვე მე რატომაც ვფიქრობდი, რომ მაინც დაკვეთილი იყო, რომ ვიღაცამ პოლიტიკურად დაუკვეთეს. არც ეგ არ არის გამორიცხული, მაგრამ თუ კი ჩვენ გავეთვალისწინებთ იმ მომენტს, როგორ იქნებოდა ტრაგედიები და რისთვის იქნებოდა და რა ხდებოდა, ესენი ერთი მეორეს მით უმეტეს რაღაცა ინტერესი ჰქონდათ კოლხეთის მიმართ მაშინ და ხო, რაღაც მაგიტომ პოლიტიკური ბარბაროსები იყვნენ ბერძნებისთვის, ხო იცით, ყველა უცხოელი იყო ბარბაროსი და ადვილი იყო. გენეტიკურად აქვს. მე საბერძნეთში მაგდამთან ნასწავლი. ეს გომეოპათია ბევრჯერ ხდებოდა ჩასვლა და კარგად ვიცი მათ ფსიქოლოგია. ძალიან მძიმე ფსიქოლოგიის ხალხია, ფსიქიკა აქვს მძიმე და არავის არ ცნობენ თავის გარდა. ეს აქვს და არავის არ იღებენ. მათთვის ეს გაუცხოების მომენტი არის ძალიან. ამ დროს მოსულები არიან იქ. მოვიდნენ და მათ პელასგები დახვდნენ. პროტოკართველები. ხო? ეს ეცეთ შეიწოვეს მათი კულტურა. კი, შეიწოვეს და ქურცაც არ უყვარს ის ვისაც გაძარცვას. კი, რასაკვირველია. მაგრამ ეს ერთი რამ არ მიყვარს. შეხედე ხა თუ კი დღეს ჩვენთან, აი, ჩვენ რეალობაში ერეკლე მეორე მტრად გამოაცხადეს და თამარ მეფე რაღაცები მიაწერეს არ ვაყირავებულია საერთოდ. ხო, ქართველები გვიკეთებენ ამას, ვიღაცის დაკვეთით, ხო? რისთვის? თავისი პოპულარობისთვის. რასაკვირველია. ასე რომ ბერძნების რა გაგვიკვირდეს და 9 საუკუნის განსხვავებით მით უმეტეს. და იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამან მაყურებელზე, ამ ტრაგედიამ და მკითხველზე, რომ აი საუკუნეები გავიდა, მას შემდეგ რამდენი საუკუნე გავიდა და დღესაც აი ძალაშია ეს პარადიგმა მედეას ცხოვრებისა და მისი აი ამ პიროვნების კი, აი ამ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ლიტერატურა, რომ ისი მოვიდა ახლა დრო, როცა ხალხს უკვე უნდა და ალბათ ღმერთს მას დაუშვა, რომ თანდათან იხსნება ჩვენი წარსულის რაღაცა საოცარი ფურცლები. იგივე გიას კვაშილავას მიგნებები, იგივე ენათ მეცნიერებს რაც აქვთ ახლა, არაოფიციალურ მეცნიერებას, არამედ აი მას ხვდები შედაზეც ვამბობ. ამ სისტემურმა ცვლილებამ ბევრი რამე გააფუჭა, მაგრამ ბევრი ძალიან კარგი რამ მოიტანა. კერძოდ მეცნიერება უფრო აი ამ რაღაცა განიტვირთა კომპლექსებისგან. ისი რა მე ვერ ვიტყოდი რომ ოფიციალური მედიცინა განიტვირთა, მე მგონი პირიქით უფრო ჩაიგდედა. მართლა? უფრო ბიუროკრატიული გახდა, მედიცინაში ყოველ შემთხვევაში ესეა. მაგრამ თვითონ აი ზემოდან ღმერთითგან დაშვება ხდება რაღაცეები. ბევრი ინფორმაცია იხსნება ხა. როგორც მედიცინაში, ისე სხვა აი მეცნიერებაში განსაკუთრებით. იგივე ფხვის ყავსანზე ნახე რა ხდება. სრულიად სხვანაირი გაშიფრვა ხდება და ერთდროულად რამდენიმე მედია ხო გრძნეული იყო და იცით
ამის ღმერთების გარეშე ეს არ ხდება ცხადია ხო? ხო, მით უმეტეს ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის ჩვენ ისტორიულ წარსულში და ჩვენ კი არა, კაცობრიობის განვითარების. თუ კი სიმართლე უნდა გამჟღავნდეს და მართლა ჩვენ ერთ რაღაც განსაკუთრებული მისია აქვს, რითიც მე მჯერა და რა ერთი დასტური მაქვს ჩემი გარემოცვისაგან, მაშინ ის რომ ეხლა ხდება ამაზე ლაპარაკი, ეხლა გაიშიფრა ეს ძველი ტექსტები, ის როგორც ვიცი ეს გიას ვაშილავასგან მისხალ აგროვებს სადღაც სხვადასხვა ქვეყნების ბიბლიოთეკებში თითო წინადადებით, ორი წინადადებით, ამას ხო წაკითხვა უნდა. აქამდე სხოიდო ეს ყველაფერი. და ძალიან სასიამოვნოა რომ ვატიკანის ბიბლიოთეკებით გაიხსნა უფრო ფართედ ქართული მეცნიერებისთვის და ეს მასალა და ეს ყველაფერი. ერთი სიტყვით ქართულ მეცნიერებაში ჩემი აზრით იწყება ახალი ერა, ახალი ხედვა აი იმ ფაქტებისა და მოვლენებისა, რომელიც ჩვენს ისტორიას უკავშირდება. ლაზარეს აღდგომის დრო მოვიდა მაინც არა როგორც დია. და მედია ერთ-ერთი შემადგენელი არის. კურტ შპრენგელს ხომ აქვს თქვენ იცით რომ 5-ტომეული მედიცინის ისტორიისა და აი პირველივე ტომში ის ლაპარაკობს მედიაზე და მის და იქ ამბობს რომ მედიადან იწყება მედიცინა და ეს მედიცინა სიტყვა მედიას უკავშირდება. კი ბატონო, ეგ აღიარებულია. და ის ასახელებს 36 მცენარეს, რომელსაც იყენებდა მედია. მაგრამ ამას შემდეგ დაემატა კიდევ 6 მცენარე და აი დღეს არის ძიება და ალბათ ეს გაიზრდება ცოტა კიდევ ეს ციფრი და საინტერესოა რომ რამეს შენგელიამ თავის მუზეუმში გააკეთა მედიას ბაღი. და 7 თუ 8 მცენარე აქვს ეს რასაც მედია ხმარობდა იმ ბაღში. და ალბათ უფრო გააფართოვებს აი ამ თავის მიმართულებით მოღვაწეობას. ძალიან საინტერესოა გირჩევთ რომ ეწვიოთ რამას შენგელიას მუზეუმს და ნახოთ ეს ბაღი. მეც არა მაქვს ნანახი ხა პირველად გავიგე. აუცილებლად რამას არ ვქნა ეს ძალიან დიდი სიყვარულით და პროფესიულად არის. ეს არის უსნაძის 52 მგონი. ყოფილი კამოს ქუჩა. ყოფილი კამოს ქუჩა გახლავთ ესა და ტრამვატოლოგიური კი არა, რევმატოლოგიური ის რომ არის კლინიკა. ანუ იმის ეზოშია, იმის ეზოში ეკლესიამდე. ეკლესიასა და ტრამვატოლოგიას შორის. იმ ეზოშია, ძალიან კარგი შენობა, ძალიან კარგად გააკეთა. შესანიშნავი ექსპონატები აქვს და აი ნახეთ როგორ აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები. ეს თავის ქალები აქვს რამასი მუზეუმში ტრეპანაციას. ხო, ეგ ნანახი მაქვს მუზეუმში. და ეს როგორ ჩადიოდნენ თავის ქალაში და საშინელება. შოთაშორის დედაჩემის ბებია იყო ცნობილი კურნალი. ოზურგეთის გუბერნიაში მაშინ. და ნუ მთელ გურიას კურნალობდა. სეხავს ხალაძე ესეთი. და არის მისი ჩანაწერები, რაღაცები შემორჩა, ნუ ძალიან ცოტა რა თქმა უნდა. ზოგი გაუგებარია ცოტა, იმიტომ რომ არ შეესაბამება რომელ მცენარეებზე ლაპარაკი. და ის ამბობდა თურმე რომ აი ეს რამდენიმეზე რომ ეს არის მედიას რეცეპტები. და ჩვენ როცა გვქონდა ჰომეოპათიური აფთიაქი, იქ ხო 2-3 პრეპარატი ქონდა იმი დამზადებული. მედიას რეცეპტები თუ ეს მართლა ესე არ ვიცი. მაგრამ სასწაულად მუშაობდა. ეხლა კი დავკეტეთ რაღაც მიზეზების გამო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დაკარგული არის. აი თქვენ გაეცნობით ნინო ჭუმბურიძის სტატია, სწორედ მედიას ბაღი და ეს მცენარეებს ასახელებს. ეს არ მოვიპოვა სტატია. აი მაგ წიგნშია. წიგნშია. და ეხლა დამატებითი ტირაჟი იბეჭდება და აუცილებლად მოგართმევთ ეს ჩემს საოცრად. საკითხი ისიც რა ალბათ შეცდომა არის აი ამ ხელა, იმიტომ რომ ჩვენი თაობა შეჩვეულები ვართ. მაგრამ ისეც არის გათვლილი, ჯომ და ორტომატ ყოფილიყო. იმათმა წიგნის ჭერა არიციან ხელში და ამას ვერ დაიჭირე. თუმცა შრიფტი არაჩვეულებრივად კარგია. კი, კარგია და საერთოდ ჩემს შვილს აუცილებლად წავაკითხებ. დადებითი ის მოიპოვა შეფასება ამ წიგნმა და
მართლაც ამ მიმართულებით გაგრძელდება ალბათ მუშაობა. ჩვენ მეპარება რომ ძალიან შინაარსობრივად კარგი იქნება ხა თქვენ და ვისაც ასახელებთ არ შეგეშლებოდათ. ქეთევან ნადარეიშვილის არ შემიძლია არ დავასახელო შესანიშნავი მეცნიერი მისი სტატია ძალიან სერიოზული რომელმაც შეხვედრაზე თქვა რომ როდესაც მე ვკითხულობ მედიას შესახებ საზღვარგარეთ ძალიან დიდი გამოხმაურებაა და ერთხელ მითხრეს კიდეც რომ თქვენ რატომ არ იყენებთ მედიას როგორც ტურიზმის განვითარების ერთ-ერთ საშუალებას ხოდა ეს დამაფიქრებელია იცით რა სხვათა შორის თავის დროზე მე ძალიან ვიბრძოდი და რამაც შენგელია მხარს მიჭერდა რაღაც ერთობლივად დიდი ხნის ჯერ კომუნისტების დროიდან დაწყებული იმისათვის რომ საქართველოში ყოფილიყო სამედიცინო ტურიზმი ჩვენ ვართ ახლა ხინკალზე და მარტო ცეკვაზე ორიენტირებული ტურიზმის ისა და ჩამოდის საკმაოდ დაბალი დონის ხალხი და ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ წამყვანი ქვეყანა ჩვენი ტრადიციებით, სამკურნალო ტრადიციებით, მედიას რეკლამით და ბევრი მინერალური წყლებით, რომელიც გვაქვს ასწავლი, ბუნებით. აი ამ პატარა ტერიტორიაზე ყველანაირი ბუნება. სამკურნალო წყლებით, დასალევით, ვანდებით, ტალახებით და ნუ აი ამ ტრადიციებით, რომელიც გვაქვს. და სხვათა შორის იგივე სიმღერები სამკურნალოა. იგივე მრავალჟამიერი და იცით მე რა აღმოვაჩინე თავის დროზე აპარატური დაზომილი, გაგეცინებათ, რომ ჭინკლებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება არის რა? კრიმანჭული. იმიტომ აი ესე რომ დადიან, მიდიმოდიან ეს ხმები, თურმე ჭინკებს არ ნაყვარება, ანუ ცუდად დაბალი ვიბრაციების ენერგეტიკებს. ესე ჭინკებს ეძახოდა და წმენს აი ამ სივრცეს და მრავალჟამიერი ეს კახური ტრადიციული, ეს საერთოდ სივრცეს ხსნის. და იმიტომ ჭერის ახსნა რო არის ამითი ბავშვის დაბადება, ყველანაირი ის არის ესეთი იხსნება, აი გული იხსნება თითქოს და ღვთაებრივი სხივი გადმოდის. თითქოს კი არა, მე დაზომილი მაწველეს ეს. საიდან ვიცი? როცა დაიზომა აპარატური და ენერგეტიკები, ანუ უკვე ფიზიკურად ნახე ეს ყველაფერი, ისრების გადახრა და რა ხდება ამ დროს. საოცარი რაღაცეები. და ზუსტად რასაც თქვენ ამბობთ, აი ეს იხსნება, საგაიხსნაო. კი. და სივრცის გაწმენდა და მაშინ იმ მომენტში გამოსცადა ჭერის სახთა. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობის გამოდის. საოცარია ქართული ენა. რატო ხვდებიან მრავალჟამიერით ახალშობილს? ბიჭებს განსაკუთრებით, თოფის როლა და მრავალჟამიერი. რომ აი ეს ცუდი ენერგეტიკები არ შემოყვნენ მის დაბადებას. გოგოს არ მოყვებიან, ბიჭს ერჩიან ძალიან თურმე. და რამხელა სიბრძნეა ხალხში და ეს სიბრძნე მოდის აი აქედან. ძველებიდან ჩვენი ძელები ტრადიციულად მოდის. და ჩვენ ტრადიციების შესწავლა ხო, რაც უფრო მეტად უახლოვდები ამის სოდნას, მით უფრო მეტად გაოცებული ვარ. როგორ ჭყიანურად და ბრძნულად ქონდა ჩადებული ყველაფერი. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა მოსვლის სასიამოვნო იყო თქვენთან დიალოგი ამ საკითხებზე. გააკეთებთ ბევრ რამეს და კიდევ შევხვდებით. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე. მოგმართავთ ხელისუფლებას, პარლამენტს, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს და ყველას, ვისაც ხელაწიფება ეს საკითხი. ვსაუბრობ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სახელით. აბსოლუტური უმრავლესობის მინდა მოგახსენოთ, მიუხედავად ეროვნული წარმოშობისა. საქართველოს სასწრაფოდ უნდა გამოვიდეს ჯანმოდან, რადგან ეს ორგანიზაცია ცდილობს, რომ ჩაიგდოს ხელში მსოფლიო მმართველობა. მე თქვენ მოგიყვანთ
რობერტ კენედის წერილიდან ამონარიც, სადაც ის ამბობს, რომ ეს არის უკანასკნელი და ყველაზე გაშმაგებული მცდელობა გლობალისტებისა, რომ შექმნან ერთიანი მმართველობა, ერთიანი მთავრობა და ჩაიგდონ ხელში საბოლოოდ მსოფლიოს მმართველობა. ამის დაშვება არაფრით არ შეიძლება. ვიმეორებ, ეს არის რობერტ კენედის წერილიდან ამონარიდი, რომელიც მოგეხსენება დღეს არის ამერიკის პრეზიდენტ ტრამპის მარჯვენა ხელი. და თუ თქვენ აცხადებთ იმას, რომ ჩვენ მივსდევთ ამერიკულ კურსს, მაშინ ეს უნდა გაითვალისწინოთ. ჯანმო არის მათ მიერ დასახელებული Deep State-ის საცეცი და მისი საშუალებით ახორციელებს თავის მზაკრულ პროგრამას და გეგმებს. ჯანმოდან გამოსვლა აუცილებელი არის თუნდაც იმიტომ, რომ მათ აქვთ პრეტენზია, რომ ყველაფერი მოხდეს მხოლოდ მათი განკარგულების მიხედვით, ნებისმიერი მთავრობა დაემორჩილოს მათ და გამოდის ისე, თუ კი ყურადღებით წაიკითხავს ვინმე, რომელიმე თქვენთაგანი და თქვენი უმრავლესობა იურისტები ხართ, მართალია არ გსალიათ ამ დოკუმენტების ასაკითხად, მაგრამ გეყოლებათ ნდობით აღჭურვილი პირები, რომლებიც არ ემსახურებიან Big State-ს, თუმცა თქვენ რიგებშიც ბევრი არის მათი მსახური და ჩვენ ამას კარგად ვხედავთ თქვენგან განსხვავებით. ამიტომ მოვითხოვთ, რომ შეგხვდეთ, თუ თქვენ ვერ კითხულობთ, გაგიმარტავთ, თუ რაზეა საუბარი და სად არის საფრთხეები ჩადებული. ეს ხელშეკრულება, რომელიც ეხლა აბზად არის ხელმოსაწერად და რამდენადაც ვიცით, თქვენი წარმომადგენლები აპირებენ ამაზე ხელმოწერას, არის ამის აბსოლუტური დასტური. მოგესალმებით. როგორც ცნობილია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აპირებს ახალი ეგრეთ წოდებული პანდემიის გამოცხადებას, რის შემდეგაც გეგმავენ სავალდებულო აცრების სერიებს. აცრები აღარ იქნება ნებაყოფლობითი და ვინც არ დაემორჩილება, მათ მიმართ გატარდება იძულებითი ღონისძიებები. დღეს უკვე ცნობილია თუ რა სავალალო შედეგები მოიტანა ამ ეგრეთ წოდებულმა აცრებმა და ამიტომ მე მოუწოდებ საქართველოს მთავრობას, რომ სასწრაფოდ დატოვოს საქართველოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ჯანმო არ არის კაცობრიობის ჯანმრთელობაზე მზრუნველი ორგანიზაცია. ჯანმო არის მაფიოზური დაჯგუფება თავისი მოღვაწეობის კრიმინალური ისტორიით. ამ ისტორიის შავბნელი ფურცლები დღეს უკვე გადაშლილია, წაკითხული და სრულად გაშიფრული. ჯანმო ათეულობით წლის განმავლობაში Big Pharma-ს გიგანტებთან ერთად ხელს უწყობდა ისეთი ვაქცინებისა და პრეპარატების განერგვა გამოყენებას, რომლებიც აზიანებენ ადამიანთა ჯანმრთელობას, იწვევენ სტერილიზაციას, ხელს უწყობენ სიმსივნური პათოლოგიების განვითარებას. ყველაზე შავი ფურცელი მაინც COVID პანდემიაა. COVID-19, რომელიც დღეს უკვე კაცობრიობის წინააღმდეგ მიზანმიმართულად და დაგეგმილად განხორციელებულ სპეცოპერაციად არის შეფასებული. დღეს ამის გამო ჯანმოს წინააღმდეგ არაერთი საქმეა აღწრული. თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში ამხელენ ჯანმოს დანაშაულებრივ ქმედებას. ამიტომაც საქართველომ აუცილებლად უნდა დატოვოს ჯანმო. COVID აფრიორის დროს ჯანმომ საკუთარი თავი გამოავლინა. ჯანმო არ მკურნავს, ჯანმო კლავს. ამაში ყველა ქვეყანა დარწმუნდა. დღეს აშკარა გახდა, რომ ჯანმო Deep State-ის ინსტრუმენტი გახდა. ჯანმო ემზადება ახალი დავალების შესასრულებლად, ჯანმო შეეცდება დაამყაროს დიქტატურა ახალი ფორმით და ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანას შეუქმნას განსაცდელი, მათ შორის საქართველოს. ამიტომ მიმართავ საქართველოს მთავრობას ცოტა გამოფხიზლით, შეაფასეთ უახლესი წარსული და დროზე დატოვეთ ჯანმო. ვიმეორებ, ჯანმო არ კურნავს, ჯანმო კლავს. თავისუფალი აზრი მოკვდება. ნებისმიერი ინფორმაცია დაიბლოკება, რასაც ჯანმოს დირექტორი დეზინფორმაციით მონათლებს. განსხვავებული აზრის გავრცელება დასჯადი გახდება. ადამიანების ყოველი უფლება გაუქმდება. მთავრობა გახდება ჯანმოს მარიონეტი. წაერთმევა დამოუკიდებლად რაიმე საკითხის გადაწყვეტის უფლება. საქართველოს აუცილებლად უნდა გამოვიდეს ჯანმოთან. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება ხელს მოაწერს ახალ პანდემიურ ხელშეკრულებას, შესაძლებელია ქვეყანაში
დამყარდეს ჯანმოს სამედიცინო, სამხედრო და პოლიტიკური დიქტატურა. ჩვენ დავკარგავთ სუვერენიტეტს და ვერ დაგვიცავს ვერც კონსტიტუცია და ვერც ერთი საერთაშორისო სამედიცინო სამართლის კანონი. საქართველოში მოხდება იძულებითი ვაქცინაცია მესენჯერულ RNA ვაქცინებით, რომელიც იწვევს შორეულ პერსპექტივაში არა მხოლოდ უამრავ დაავადებას, არამედ უნაყოფობას. ჩვენ მცირერიცხოვანიერი ვართ და ეს დაუშვებელია. არ უნდა მოვაწეროთ არანაირ კონტრაქტს ჯანმოსთან ხელი და საერთოდ უნდა გამოვიდეს ჯანმოდან, იმიტომ რომ ნებისმიერი კონტრაქტი ჯანმოსთან დამღუპველია და მით უმეტეს ის კონტრაქტი რა კონტრაქტიც ახლა მზადდება. მეგობრებო, საქართველო ყოველ მიზეს გარეშე უნდა გამოვიდეს ჯანმოდან. ყველა საღად მოაზროვნე ქვეყანა და მოქალაქე ასე ფიქრობს და ყველა საღად მოაზროვნე ქვეყანა გამოდის ამ დიდი მარაზმიდან. კეთილგონიერების იმედი მაქვს. საქართველოს არსებულმა ხელისუფლებამ ხელი არ უნდა მოაწეროს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ახალ პანდემიურ ხელშეკრულებას, რადგან ეს საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. მიმართავ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას ყურადღებით გაეცნოს ჯანმოს პანდემიურ ახალ ხელშეკრულებას, რომელზეც ხელის მოწერას ითხოვენ ჩვენი ხელისუფლებიდან. ახალი პანდემიური ხელშეკრულება ითვალისწინებს პანდემიის გამოცხადების შემთხვევაში ხელისუფლების გადაბარებას ჯანმოზე და არსებული ხელისუფლების, ქვეყანაში არსებული ხელისუფლების ჩამოშორებას ქვეყნის მართვიდან. გარდა მაგისა, ჯანმოს მიერ მოწოდებული პროტოკოლების მიხედვით მკურნალობამ მოუტანა უზარმაზარი უარყოფითი შედეგი, ანუ გამოიწვია სიკვდილიანობა მთელი მსოფლიოს მრავალ ქვეყნებში, სადაც კი ჯანმოს პროტოკოლებით იყო ნამკურნალები პაციენტები. საბედნიეროდ ჩვენთან საქართველოში სამედიცინო საზოგადოებას აქვს იმდენი გამოცდილება, რომ იქ სადაც გადაუხვიეს იმ ჯანმოს პროტოკოლებს, იქ ადამიანები უმრავლესად გადარჩა მკურნალობიდან. ამიტომ გადარჩა ამ პანდემიის ფონზე. აქედან გამომდინარე მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დღესვე დასვა საკითხი და უარყოს ახალი პანდემიური ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა. განაცხადოს უარი ხელშეკრულებაზე ხელმოწერის. მოგესალმებით. მივმართავ ჩვენ მთავრობას, მივმართავ ჩვენ მოსახლეობას. დღეს საქართველო არის დიდი საფრთხის წინაშე. ეს არის ახალი პანდემიური ხელშეკრულება ჯანმოს მიერ შემოთავაზებული, რომელზეც სახელმწიფომ ანუარი უნდა განაცხადოს ან თანხმობა და ეს ნიშნავს, რომ პანდემიის გამოცხადების შემთხვევაში ეს კრიმინალური ორგანიზაცია აბსოლუტურად აკარგიებს სუვერენიტეტს ჩვენ სახელმწიფოს. აი ამ შემთხვევაში უკვე ხდება უღელყოფა ჩვენი კონსტიტუციის, ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების, ჩვენი საჯარისო ფორმირებების. ამიტომ გაუფრთხილდეთ ჩვენ მომავალს, ჩვენ შვილებს, გაუფრთხილდეთ ჩვენ სუვერენიტეტს და მე ისევ და ისევ მოგმართავ თქვენ სახელმწიფოს მთავრობამ, რომ უარი განაცხადოთ აღნიშნულ ხელშეკრულებაზე და რა თქმა უნდა საქართველოს საერთოდ გამოვიდეს ჯანმოს წევრ ქვეყნების სიიდან. საქართველოს მოსახლეობა მოვითხოვთ მთავრობისგან დაუყოვნებლივ დაუტოვოთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ეგრეთ წოდებული ჯანმო. საყოველთაოდ ცნობილია მათი დანაშაულებრივი ქმედებები კაცობრიობის წინააღმდეგ.